მოგესალმებათ. სამეჯლისო და ევროპული ცეკვების ასოციაცია, რომელიც აფუძნებს სამეჯლისო და ქართული ცეკვების ფესტივალს გამას. ფესტივალის მიზანია კულტურისა და ხელოვნების განვითარება, კოლექტივების გაცნობა და მეგობრება, ინფორმაციული გაცვლა, გამოცდილების გაზიარება. ფესტივალი ითვალისწინებს ფესტივალის საზეიმო გახსნას. მასში აფასებს კომპეტენტური და დამსახურებული ჟიური. ფესტივალის ყველა მონაწილე მიიღებს საპატიო დიპლომს, თითოეული ანსამბლისთვის დაწესებულია სამახსოვრო პრიზები. ახლა კი გაგაცნობთ ჟიურის შემადგენლობას. ბატონი რეზობულია, ქორეოგრაფი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე. ბატონი თამაზ მოსია, ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე სამეგრელო ზემოსვანეთის მხარეში. ქალბატონი ნინო მამფორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი. ქალბატონი ლანდა მასხულია, პოეტი და ჟურნალისტი, სამოდელო სააგენტო გიოს გენერალური დირექტორი. ფესტივალის დირექტორი, სამეჯლისო, ევროპული და ქართული ცეკვების დასავლეთ საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ფიფია, ჟიურის თავმჯდომარე. მინდა მადლობა მოახსენო თითოეულ რაიონის შემოქმედებით კოლექტივებს ფესტივალზე მონაწილეობის მიღებისათვის. თითოეულ ხელმძღვანელებს, სოფო შანავასა და ლევან ფიფიას, ირმა ბერაიას, მოველი მაკალათიას, ეკა სიჭინავას, გია მატვასა და ჟანა ქარდავას, თინათინ ლაგვილავას, გურამ ნარმანიას, ქრისტინე ჯავახიას, ლაშა თირქიას, სამოდელო სააგენტო გიოს და მის დიზაინერს გიორგი მასხოლიას. საღამოს გაუძღვება თქვენი მონამორჩილი ხუჩი ახალაია. მაშასე სამეჯლისო ქართული ცეკვის ფესტივალი გამა 2014 გახსნილად გამოვაცხადეთ. ფესტივალ გამა 2014 მიესალმება სენაკის ვოკალური ჯგუფი ოქროს საწმისი. ხელმძღვანელი ქალბატონი ეკა სიჭინავა, შესრულდება სიმღერა ლასინა. რომელი
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სენაკის თქვენ წინაშე წარსდგა ისა ვოკალური ჯგუფი ოქროს საწმისი. თქვენ წინაშე კვლავ წარსდგება სენაკის ვოკალური ჯგუფი ოქროს საწმისი. შესრულება სიმღერა ჭორიკანები. თქვენ წინაშე არიან ელინე ლომაია, ანასტასია ზუხბაია და ლიზი კაკოლია. დიდი მადლობა ჩვენს პატარებს. დიდი მადლობა სენაკს, რომ ასეთი ლამაზი ვოკალური ჯგუფი ყავს ოქროს საწმისი.